Spectres ნიშნის აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობასთან. ჩვენ ახლა პარლამენტის შენობის უკან ვართ, სადაც Spectres მონაწილეებმა ძალის ფიზიკური ძალის გამოყენებით აიძულეს საპროტესტო აქციის მონაწილეებს დაეტოვებინათ პარლამენტის უკანა შესასვლელი. ჩვენ ახლა ჭიჭინაძის და ჭიჭინაძის ქუჩის ათაში ვართ, პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან. ემოსტობია 9 საათზე იწყება იურიდიული კომიტეტის სხდომა, სადაც მესამე განიხილავენ რუსულ კანონს. მაშინ ამ ადამიანებმა გაათენეს რუსთაველის გამზირზე ოთხოვნით არა რუსულ კანონს. დაახლოებით 9 საათის წინ ისინი შეიკრიბნენ პარლამენტის უკანა შესასვლელთან, იმისთვის რომ საპროტესტო შეძახილებით დახვედროდნენ პარლამენტის წევრებს და არ მიეცათ მათთვის საშუალება რომ მიიღონ უკვე მესამე მოსმენით რუსული კანონი. თუმცა როგორც ხედავთ ჩვენ ახლა კადრში სპეციალიზების უკან ასევე ჩანს წყლის ჭავლის მანქანა, სპეციალური საშუალებებით არის მობილიზებული სპეციალიზმი და სწორედ სპეციალიზმა ფიზიკური ძალის გამოყენებით მიაწვა აქციის მონაწილეებს, შეიძლება ასე ვთქვათ, აიძულა რომ დაეტოვებინათ პარლამენტის უკანა შესასვლელზე მიმდებარე ტერიტორია. ეხლა სპეციალისტები აქ არიან გაჩერებული ჭიჭინაძის ქუჩის კუთხეში და აქციის მონაწილეებიც დედინა! არიან გაჩერებული ზუსტად ამ. და საკუთარ პარლამენტის წევრებს, რომლებიც შეიკრიბებიან ალბათ მალე 9 საათზე მათ იურიდიული კომიტეტის სხდომა აქვს. შეუშვები პარლამენტის წევრები არიან, გამდიდველები არიან და ჩვეულებრივი მონები არიან და ჯობია რომ თავის დროზე მოვიდნენ გოლს და შეეშალა ლამპანოს და წაიღონ უკან თავიანთ იმაში დაიგო. რა საჩვენებს ამგვარი დამოკიდებულება აქციის მონაწილეების მიმართ, როცა შეგიზღუდეს გადაადგილების თავისუფლება და გამოგეხადეთ პროტესტი, სადაც თქვენი სურვილი იყო. ხო, ნუ ეს უკანონობა ეს
შეგვიზღუდეს კი არა და უკვე გასცდნენ ყველანაირ წითელი ხაზებიც აღარ ქია ამას უკვე გადავიდნენ ზღვას ძალიან და ძალიან დასანანია რომ ქართულ ხალხზე ესე ქართველები ისევ ესეთ რაღაცებს აკეთებენ და მეუღებელია რა არის ხა საჭირო რომ დაიხიოს უკან ქართულ მოცემამ და ვეღარ შეძლოს საბოლოო ჯამში ამ რუსული კანონის მიღება თქვენი ალბათ რა ვიცი აქციები პერმანენტული აქციებია ყოველდღიურად უნდა გამოვიდეთ და გავაპროტესტოთ სხვა და კანონის ჩარჩოებში არ ფიქრობ თუ მუდმივი იქნება ეს აპროტესტო აქციები პერმანენტული ხასიათის მას იქნება შედეგი რა თქმა უნდა აუცილებელიც არის ვინაიდან ჩვენ დასაკარგი არაფერი არ აქვს გადაგჩენია რომ ქვეყანას კარგავს და აუცილებელია რომ ვიგეთ აქ და გავაპროტესტოთ რუსული კანონი არ არის მადლობა გამარჯობა თქვენ რას ეტყოდით ბათუმელები ნებგაზეთი თქვენ რას ეტყოდით ხელისუფლებას პარლამენტის წევრებს რომლებიც დღეს აპირებენ შეიკრიბონ იურიდიული კომიტეტის პრობლემა არ არსებობს არ არსებობენ ჩვენ სახელმწიფო დავკავშირეთ ჩვენ ახლა მოვიყუროთ სახელმწიფო დეკლარირებულად გამოგვიწყდეს რუსეთი ბიზნესი როგორ ხედავთ ახლა შეჩერებას ქართული ოცნების რომ არ ვერ შეძლოს ამ კანონის მიღება წინააღმდეგობის გაწევა უნდა ამას ანუ ჩვენ რასაც ვაკეთებთ ეს არის წინააღმდეგობა ამას ეკრება შედეგი ამ თქვენ ფიქრობთ თუ გიქნება მასობრივი ხასიათის ევროპაში ვართ აი მენტალურადაც უკვე და ამის გაფორმება ხდება არ შეიძლება რომ ეს გაუთავებლად ასობით 1000 ადამიანი აპროტესტებდეს ხო სადღაც ბოლო უნდა იყოს ბოლო არის დასრულება ამ რეჟიმის მადლობა დიდი მადლობა რომ გაგვიზიარეთ თქვენი პოზიცია მოგესალმებით თქვენი მოსაზრება მითხრათ რას ეტყოდით პარლამენტის წევრებს რომლებიც ახლა აპირებენ რომ იურიდიული კომიტეტის ხტომა გამართონ და შეიკრიბონ პარლამენტში და მესამე მოსმენით განიხილონ რუსული კანონი ისინი დგანან ისტორიის იმ ბნელ მხარეს, რომელი ბნელი მხარეც აუცილებლად აღმოჩნდება ისტორიის სანაგვეზე. რუსთაველის ქუჩა და პარლამენტის ტერიტორია დღეს მიძრავს ნაცად და ბნელ მხარეს. ნათელი მხარეს უბრალოდ აქ არის წარმოდგენილი. ბნელი მხარე არის ის, რომელიც ჩვენ გვიშლის, რომ ვიყო თავისუფალი, ვიცხოვროთ თავისუფალ ქვეყანაში და არავით არ რუსული გავლენა ჩვენ ქვეყანაში არ მიყო. 83-ე როცა მივა საკუთარ სახლში დარწმუნებული ვარ მათ სინდის შეაწყოთ, როდესაც მათ შვილები მათ თვალებს შეხედავთ, მაგრამ სინდის უნდა გავაჩნდეთ მათ. ჩვენ აუცილებლად ეს ხალხი არ გვიდგებით, ვიბრძოლეთ, სანამ ჩვენი გამარჯვება საბოლოოდ არ გაფორმდება. რა არის ხა მნიშვნელოვანი ამ პროცესში, თქვენ როგორ ფიქრობთ, რომ დაიხიოს უკან ქართული ოცნება? ბევრი გაბრაზებული ახალგაზრდა ჭირდება დღეს აქ თბილისის ქუჩებში საზოგადოებასო, უფრო ძლიერად ვიყოთ და ქართული ოცნების რაღაც ქვედა ანაყოფა სახელმწიფოს ვებრძოლოთ უფრო შემართებით ვიდრე ოდესმე. მადლობა, დიდი მადლობა რომ გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება. როგორც ხედავთ ამ ფორმით გრძელდება ახლა საპროტესტო აქცია მოგესალმებით შეიძლება გაგისაუბროთ აკვა ფლაშა We can show them baby reindeer on a massive screen.
მოდით ნახოთ რა ხდება მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის რუსთაველის გამზირზე. ვინც ახლა შემოვერდა ვათმელების პირდაპირ ეთერს, მე გეტყვით რომ ჩვენ ახლა საქართველოს პარლამენტთან ვართ. პარლამენტის უკანა შესასვლელთან დაიწყო დღეს აქციის დაშლა სპეცრაზმა. ამ დილით, სადაც შეკრებილმა მოქალაქეებმა მთელი ღამე გაათენეს, გაუთენეს საქართველოს, გაათენეს საქართველოსთვის ასეთი იყო საპროტესტო აქციის გზამდილი წუხელ. და ეს აქციები, როგორც იცით, იმართება თითქმის მთელი თვე მას აქეთ, რაც ქართულმა ოცნებამ მოატყუა საქართველო და პარლამენტში დააბრუნა განსახილველად რუსული კანონი. დღეს 13 მაისს პარლამენტი აპირებს, რომ მესამე მოსმენით შეიკრიბოს იურიდიული კომიტეტის ხმა უნდა გაიმართოს დღეს 9 საათზე. და სწორედ ამიტომაც შეიკრიბდნენ ღამით წუხელ საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომ დილით ისინი შეძახილებით დახვედროდნენ და პროტესტით დახვედროდნენ პარლამენტის წევრებს და არ მიეცათ მათთვის საშუალება, რომ მიეღოთ რუსული კანონი. ეს გვერდით შესასვლელია ჭეჭინაძის ქუჩის მხრიდან, რომელიც როგორც ხედავთ არის დახურული და შიგნით გავიგებულია აღსხურები და რობოკოპები. აქციის მონაწილეების ნაწილი რჩება რუსთაველის გამზირზე, სადაც როგორც გვესმის ახლა ხმა, კონკრეტული აქტივისტები იმართავენ აქციის მონაწილეებს. როგორც ხედავთ, გადაკეტილია ისევ რუსთაველის გამზირი, გუშინ აქ აქციის მონაწილეებმა მთელი ღამე გაატარეს, გაათენეს რუსთაველზე.
სურათია 13 მაისის დილას რუსთაველზე. რომ გაგესაუბროთ, ხო შეიძლება. რას ეტყოდით ახლა პარლამენტის წევრებს, რომლებიც აპირებენ რომ შეიკრიბონ პარლამენტის წევრებს არაფერს არ იურიდიული კომიტეტის ხომაზე. ამიტომ ხალხს ვეთქვი რომ არ დავიშალოთ ხალხო და გავიმარჯვოთ ერთად ყველაფერს. რას ეტყოდით თანამოქალაქეებს, რა შემთხვევაში შეიძლება კონდეს ყოველ იმას ვეთქვი რომ მიყვარხართ ყველანი. რა არის საჭირო, რა არის ახლა მნიშვნელოვანი ამ პროცესში? ერთად რა თქმა უნდა. ანუ ამას ექნება შედეგი? რა მასშტაბის საფრთხეა ამ კანონის მიღება თქვენთვის? ისთვისაც არ არის შეიძლება ცხადი და მკაფიო, რა საფრთხე შეიძლება ამან შეუქმნას ქვეყანას? თქვენ როგორ ხედავთ? ქვეყანა არ გინდა ეს კანონი, რომ ნამდვილად როგორც სხვა ქვეყნებს უყურებთ, ნამდვილად ჩავიკეტებით და ეს უბრალოდ დაგვაშორებს ევროპას. ამიტომაც არ გინდა. ან მარტო ურჩებით გამოდის რუსეთთან. მაგის რამდენი მადლობა. თქვენ რას გეტყოდით? რას ეტყოდით თქვენ ხელისუფლებას დღეს? ხელისუფლებას ეტყოდი იმას, რომ ადამიანების თავისი ხალხის ნება შეასრულოს. ეგ არის მაგათი საქმე. ისინი მუშაობენ ჩვენზე. უმრავლესობას მოიწონს ეს კანონიო, გუშინ ირაკლი გობახიძე ამბობდა პრემიერი. უმრავლესობას მოწონს ხალხი, რომელ უმრავლესობას რა ხალხით მოიწონა ეს მაგ უმრავლესობას ესაუბრე. იმ ხალხს ვისაც სურველიათ რომ თუნდაც ეგ კანონი დაიცვას, მაგას გამოხატავს. არ ჭირდება მაგას ავტობუსებით ხალხი ჩამოყვანა. თუ სურვილია ყველა შეუძლია დადგეს და გამოვიდეს როგორც ჩვენ გამოვდივართ და ვდგავართ. ეს პროტესტი უკვე არის მასშტაბური, ხო? თან ყველა ქალაქ, ბევრ ქალაქში იმართება, არა მხოლოდ თბილისში. მაგრამ ამის მიუხედავად მაინც აპირებს ამ კანონის მიღებას ქართული ოცნება. როგორ ხედავთ, აი რა სტრატეგიით უნდა ვიმოქმედოთ? ეხლა რა არის საჭირო რომ დაიდოს შედეგი? რეალურად სტრატეგიას ვერ დასახავ, როცა ყველაფერი მათ ხელში არის. ჩვენი ერთადერთი გზა არის რომ გამოვიდეთ და ჩვენი აზრი დავაფიქსიროთ. ვერაფერს ვერ შევძლებთ ჩვენი აზრის დაფიქსირების იქით და არც არის საჭირო. ამ მომენტში თუნდაც ყველაზე მთავარი ეგ არის ჩემი აზრით. შვიდობა, ერთმანეთის სიყვარული და ერთმანეთის გვერდში დგომა გადაარჩეს საქართველოს. მეტი მე მგონია არაფერი. ერთად თუ არ დავდგებით, ერთმანეთთან თუ არ შევიკარით, არაფერი არ გამოვა. მადლობა, დიდი მადლობა რომ გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება. ასეთია საპროტესტო აქციის მონაწილეების ხედვა, მათ შორის მან შემდეგ რაც მათ შეუზღუდეს გადაადგილების თავისუფლება და აიძულა სპეცრაზმა რომ დაეტოვებინათ პარლამენტის უკანა შესასვლელი, საიდანაც შედიან პარლამენტში. მოგესალმებით, შეიძლება რომ გაგესაუბროთ თეო მაჭავარიანი, იურისტი. მაჭარაშვილი უკაცრავად. მოგეთ, რა საჭიროებს პროექტში როგორც იურისტმა რო გითხრათ, დღევანდელი შემთხვევაც, მაგრამ როცა ადამიანებზე იძალადეს, ხო, ანუ მათ დაუშალეს, იგივე პარლამენტის უკან გარიყვნენ და გამოიხადათ პროტესტი და დაახმოდნენ პროტესტით პარლამენტის წევრებს, რომლებიც მესამოსმენ განიხილავენ რუსულ კანონს. მე გავიმეორებ იმას, რასაც მთელი ღამე აქ შეფრებული ადამიანები იმეორებენ ერთმანეთს, იმეორებენ ხელოვნებიდან. ჩვენ ვართ საქართველოს მოქალაქეები. ჩვენ ვართ მშვიდობიანები, ჩვენ გვინდა სამართლიანობა, ჩვენ გვინდა თავისუფლება, ჩვენ გვინდა დამოუკიდებლობა და ჩვენ გვინდა თანასწორობა. შესაბამისად, ჩვენ გვინდა ევროპა. ამიტომ ჩვენ არ გავიღებთ, ჩვენ არ გავიშლებით და ნებისმიერი მცდელობა, არაპროპორციული ძალის გამოყენება იქნება ეს ნებისმიერი სხვასახის ძალადობა და კონსტიტუციის ფარგლებს გასწომა და ის ძალიან შემთხვევა, რაც ამ დროში დავინახეთ. რომ ადამიანებს ურეკავენ, ემუქრებიან ეს არის წარმოუდგენელი რამაც ხდება. მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები და არავის არ დაგვთმობთ ამ ქვეყანას, ჩვენ მშვიდობიანად კონსტიტუციის ფარგლებში ბოლომდე ვიდგებით და დავიცავთ ჩვენს აი რა შეიძლება გავაკეთოთ კონსტიტუციის ფარგლებში? რა არის სამართლებრივი გზა და საშუალება ხა ჩვენს ხელში, რომ ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ ის დარჩეს კონსტიტუციის ფარგლებში და იცვას იგივე 78-ე მუხლი, რომელიც მათ ავალებს, რომ იარონ ევროინტეგრაციისკენ, ხო? სხვა საერთაშორისო ვებგვერდებმა დათვალეს, რომ დაახლოებით გუშინ 300-300 ადამიანის კი შეიკრიბა. ეს პროტესტი გაგრძელდება ყოველდღიურად, ჩვენ ვიქნებით მეტნი, ჩვენ არ გავიქნებით და მშვიდობიანად ჩვენ გავაგონებთ ყველას, მთელს სოფლიოს და მთელს სამყაროს გავაგონებთ ჩვენს ხმას, რომ ჩვენ ვართ მშვიდობიანები, ჩვენ გვინდა თავისუფლება, ჩვენ გვინდა დამოუკიდებლობა. ამას შეგიძლიათ ექნება გავლენა ხელისუფლებაზე? რა თქმა უნდა, აუცილებლად ექნება, მთავარია ჩვენ არ დავიმალოთ და მთავარია ბოლომდე დავიცვათ ჩვენი
სათქმელი კონსტიტუციის ის მუხლი, რომელიც პირდაპირ ავალდებულებს ხელისუფლებას, რომ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ საქართველო ინტეგრირდეს ევროკავშირში, სწორედ იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს დამოუკიდებელი, დაცული უსაფრთხო და თავისუფალი ქვეყანა. დიდი მადლობა რომ გამოხატეთ თქვენი მოსაზრება. გამარჯობა. მოდი გაგესაუბრებით თქვენ. მე იმდენი ქართული არ ვიცი, ამ ხარჯეთიდან ვარდე. კი ბატონო. ქართული არ ვიცი. შენურად საუბრობთ. მოდით გითხარით, ბათუმელების ლაივში ვართ. თქვენ დამოკიდებულება, თქვენ რას ეტყოდით ახლა ხელისუფლებას? მას ვეთყოდი რომ დაანებოს თავი სტუდენტებს, ახალგაზრდობას, ძალადობას და ოშორდეს ამ ქვეყანას, საერთოდ. თქვენ აღნიშნეთ რომ აფხაზეთიდან ხართ, ხო? სადაც განსაკუთრებით დევნილებმა განსაკუთრებით კარგად იციან, ხო, რუსეთის ინებისთვის არაფერს არ აკეთებენ. და ოკუპაციის ძალა. ჩვენი ოჯახი, ჩემი დედა, მამა, ძმები, ყველა მოგდა არაფერი არ მოუწიათ საერთოდ. როცა ხელისუფლება ამბობს ეს კანონი არ არის რუსულიო, თქვენ როგორ ხედავთ? რამე არის აქ შუაში რუსეთი და რამე უდევია რუსეთის ხელი ამ პროცესში. აფხაზეთიდან კიდე რუსეთისკენ მიყავს ამ თავრობას ჩვენი ხალხი და საქართველო. ანუ ხედავთ პირდაპირ რუსეთის ინტერესს ამ კანონის მიღებაში? და ხელისუფლებას რა სურს თქვენ დაკვირვებით? რა სურს ხელისუფლებას, ქართული ოცნების ხელისუფლებას? სურს რომ ხალხი დაამონოს. მადლობა, დიდი მადლობა რომ გამოხატეთ თქვენი პოზიცია, მადლობა. ვინც ახლა შემოვერთა ბათუმელების პირდაპირ ეთერს, მე გეტყვით რომ ჩვენ ახლა რუსთაველის გამზირზე ვართ, პარლამენტის შენობის წინ. სადაც წუხელ გაათენეს აქ შეკრებილმა ადამიანებმა მთელი ღამე საქართველოსთვის. გაათენეს საქართველოს ასეთი იყო კიდევაც ამ შეკრების მთავარი გზავნილი. არა რუსულ კანონს კი ევროპას ამ მოთხოვნით მოქალაქეები იკრიბებიან მას შემდეგ, რაც ქართულ მოლოცვებამ მოატყუა საზოგადოება საქართველო და პარლამენტში დააბრუნა რუსული კანონი. დღეს მოსმენთ აპირებს, რომ იურიდიული კომიტეტი შეიკრიბოს და განიხილოს ეს რუსული კანონი. აქ შეკრებილი ადამიანები აპირებდნენ, რომ პროტესტით დახვედროდნენ უშუალოდ პარლამენტის წევრებს, რომლებიც დღეს იურიდიული კომიტეტის ხომაზე დილის 9 საათზე აპირებენ, რომ განიხილონ ეს კანონი, მაგრამ სპეცრაზმა უკვე აიძულა აქციის მონაწილეები, რომ დაშლილიყვნენ პარლამენტის უკან ტერიტორიაზე და დაეტოვებინათ პარლამენტის უკანა შესასვლელი. შეიძლება რომ გაგესაუბროთ. რა გამოჩნდა ახლა დღევანდელ შემთხვევაში, როცა გაიძულეს რომ დაგეტოვებინათ პარლამენტის უკანა შესასვლელი და გარდახვედროთ პარლამენტის წევრებს? რავი, რა გამოჩნდა და ხალხი არის და კიდე მოდის ხალხი ეხლა და რა ვერ შეეშინო ხალხი. ძალიან ერთიანია ხალხი. ეხლა მგონია რომ ან სამაგად რომ დაგვარდიონ სასტიკად, იმიტომ რომ ერთ-ერთად დაგვარდიეს. კიდე უფრო ბევრი ხალხი მოდა, მაგრამ გვერდები კიდე უფრო გამოიწვევს. და ალბათ რა ვიცი. გამოხდება. რას ეტყოდით პარლამენტის წევრებს? ვინც იქით არიან? ან აპირებენ რომ მოვიდნენ, არ ვიცი თუ იქით არიან. რავი. თვითონ მოყარეო სილებია. კორექტულად მაინც. კარგი, მადლობა რომ გამოხატეთ თქვენი პოზიცია. ბათუმელები ნეტგაზეთის პირდაპირ ეთერია. შეიძლება რომ გაგესაუბროთ? თქვენ და რას ეტყოდით ხელისუფლებას? ხოლმე ეგ ნაწილი რო გითხრათ. მაინც ვერ გაიტანს. რა არის საჭირო ეხლა, რა არის მნიშვნელოვანი ამ პროცესში, ამ პროცესის გამოხატვის დროს? ერთიანობა და მშვიდობა ჩვენი მხრიდან და განაჩენს პასუხს ჩვენ ხომ დავუწყოთ. ანუ თუ კი პერმანენტული იქნება ეს აქციები და გაგრძელდება ისევ, თქვენ ვფიქრობთ რომ ამას ექნება შედეგი? უნდა ქონდეს. ნორმალურ სახელმწიფოში უნდა ქონდეს და რამდენად ვართ? გუშინ ამბობდა კობახიძე რომ ძალადობრივი დაჯგუფება არისო, ანუ ვინც იკრიბება აქციაზეო და უმრავლესობას მოსწონს ეს კანონიო. ვიყოთ ჩვენ ძალადობრივი დაჯგუფება და თვითონ იმდენ უმრავლესობა და საბოლოო ჯამში ვინ რა გამოვა და ვინ გამოვა, ეს ყველამ გარეთ ვიცით და ვხედავ.
კი, როგორ არა. მადლობა, დიდი მადლობა რომ გამოხატეთ თქვენი მოსაზრება. მოგესალმებით. პირველ რიგში მე იმით დავიწყებ, რომ დღეს ქართულ ხალხს რაც ჭირდება ყველაზე მეტად არის ის მშვიდობა. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა. აქ ჩვენი თანამემამულეები, ახალგაზრდა ბავშვები, პედაგოგები და მოხუცი ადამიანები შევკრებილ ვართ. ყველაზე დიდი სურვილი რაც გვაქვს ის არის რომ ამ ქვეყანაში დამკვიდრდეს მშვიდობა. მშვიდობა ვერ დამკვიდრდება რობოკოპებთან ბრძოლით. ვერ დამკვიდრდება პარლამენტის უკან, რკინის ჭიშკართან თავის რთმით. მშვიდობა დამკვიდრდება აქ ზუსტად ჩვენთან ერთად. სიმშვიდით, სიტყვის თავისუფლებით და ერთმანეთთან თანადგომით რა. მოუწოდებ ყველა თანამემამულეს, ჩემს თანამემამულეს, თუ ტკივა ეს კანონი, თუ შეგტკივა გული ქვეყნის ბედზე, გამოდი და დადექი ჩვენთან ერთად. რა მასშტაბის საფრთხეს ქმნის ეს კანონი თქვენი აზრით? რა საფრთხის წინაშე აყენებს ეს ქვეყანას? მე ვფიქრობ, რომ ამ კანონის მასშტაბი ბევრად უფრო დიდია, ვიდრე ჩვენ გონება შეუძლია რომ წარმოიდგინოს. ეს ეხება ათეულობით წლებს, ჩვენს შემდგომ თაობებს და კიდე შემდგომ თაობებს. როგორც ჩვენმა უკანა თაობებმა, წინაპრებმა გულისხმობ 40-30 წლის წინ ყოფნა ადამიანებმა დაუშვეს შეცდომები გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, ხო? მაგას ვიმკითხეს ჩვენ და დღეს მიხარია, რომ ჩვენს გარშემო და ჩვენს გვერდით განან ადამიანები, რომლებიც იმ თაობის წარმომადგენლები არიან და თავს მარტო არ გვაგრძნობინებენ და ზურგს გვიმაგრებენ და წინ ევროპისკენ ნამდვილად. ანუ ხედავთ ამ თავისუფლების ქვეყნის დამოუკიდებლობაზე გავლენის მოხდენის საფრთხეს, რა შეიძლება საფრთხე დაემუქროს? რა თქმა უნდა, ხელისუფლება ცდილობს, როგორც ყველა ხელისუფლება ჩვენ სამშობლოში ცდილობს თავისი მარწუხები, თავის სადავეები ჩაიგდოს ხელში და რაც შეიძლება მეტი ძალაუფლება გააჩნდეს ამ ქვეყანაში. ჩვენ რიგითი მოქალაქეები, სტუდენტები, პედაგოგები, რიგითი სამსახურის წარმომადგენლები ვიდგეთ აქ და ვსკანდირებდეთ მშვიდობას. ჩვენ არაფერი გსურს მშვიდობის გარდა. ჩვენ არ გსურს ბრძოლა ხელკეტები. ჩვენ არ გსურს ვალი ოფისების დარბევა და ასე შემდეგ. ჩვენ გსურს სიტყვის თავისუფლება. ძალადობრივი დაჯგუფებაა გუშინ ირაკლი გობახიძე ამბობდა პრემიერი. რა თქმა უნდა, ისინი იმას იყენებენ და იმას ამბობენ, როგორც სჭირდება და როგორც სურს. ძალადობრივი დაჯგუფება ის ადამიანები, ვინც დგანან და თავს ურტყავენ რკინის ჭიშკარს. ძალადობრივი დაჯგუფება ის ადამიანები, ვინც რობოკოპს წიხლებში უდგება და ქვებს ესვრის და სახეში აფურთხებს და ამდგარ წეღან ჩემი თვალით ნახე. რობოკოპებთან ვიდექი და ხალხი დგას, რობოკოპები, პოლიციელები და ახალგაზრდები დგანან და სახეში აგინებენ. ვისთვის? ისინი მათ ხო თავიანთი მოვალეობა აქვს სამსახურეობრივ. როგორც პედაგოგები ჩვენი, ხო? ისინი ხო თავიანთ სამსახურეობრივ როლს ასრულებენ. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი მშვიდობა და ჩვენი სიტყვის თავისუფლება და რა ძალა ერთობაში. მადლობა, დიდი მადლობა. ასეთი განწყობებია აქციაზე, როგორც ხედავთ, არ აპირებენ დაშლას, როგორც ხედავთ, აქციის მონაწილეები, იმის მიხედავთ, მათ გუშინ მთელი ღამე გაათენეს აქ რუსთაველის გამზირზე. ახლა როგორ გამართება მოვლენები, ჩვენ ვჩებით პარლამენტთან, პარლამენტში ისევ არ გუშვებენ ონლაინ მედიის წარმომადგენლებს, რომ დავესწროთ სხდომას, არც წინასწრებს ვერ დავესწარით ონლაინ მედია და როგორც ვიცი, არც დღევანდელი დღე არ იქნება გამონაკლისი. დილის გამაყრებელ ვარჯიშს ხედავთ, ეხლა თქვენ აქციის მონაწილეების მხრიდან, ისინი ხურდებიან. დღეს 9-ზე იურიდიული კომიტეტის ხდომა იკრიბება და ისინი მესამე მოსმენ განიხილავენ რუსულ კანონს, ხოლო რუსული კანონის საბოლოო ვერსია პლენარულ ხდომაზე ხვალ 14 მაისს არის ჩანიშნული. დღეს აქციის მონაწილეები ამ ღამის შემდეგ, რომელიც მათ გაატარეს რუსთაველის გამზირზე, შეიკრიბნენ პარლამენტის უკანა შესასვლელთან, საიდანაც შედიან პარლამენტის წევრები.
მაგრამ პარლამენტის უკანა ტერიტორია გაათავისუფლეს სპეცრაზმელებმა, მათ აიძულეს აქციის მონაწილეები, რომ დაეტოვებინათ პარლამენტის შესასვლელი, საიდანაც დეპუტატები შედიან პარლამენტის შენობაში. ეს უნდა ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები ჯიდან ადგაზეთი ჯირო მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია ეს ბათუმელების პირდაპირი ჩართვა იყო. მადლობა ყურადღებისთვის დროებით.